This anti-government protest Turkey has seen in years. It is galvanizing the side of Turkey that feels stifled by President Erdogan's authoritarian. Protest in Turkey next continuing to a 7th day. Let's show you the scene in Istanbul. თურქეთის ქალაქები რამდენიმე დღეა არეულობებმა მოიცვა. სტამბულში, იზმირში, ანკარაში კოორდინირებულად მიმდინარეობს აქციები, რომელიც სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა, რომელსაც ბრალი ედება კორუფციასა და ტერორიზმში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმე ეხება უკანონო ტენდერებს, თაღლითობასა და მექრთამეობას. რაც შეეხება ტერორიზმის ნაწილს, მას ედავებიან თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობას. ოპოზიცია მხოლოდ ერთ მოთხოვნას აყენებს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ქუჩაში ძირითადად ახალგაზრდული ჯგუფები აქტიურობენ, აირწინაღებით, დამალული სახეებით, პიროტექნიკით, ცეცხლითა და ვანდალიზმით. ჩვენი ყურადღება ამჯერად პროტესტის განვითარების დინამიკამ მიიქცია. საკმარისია შეხედოთ თურქეთში ახლა მიმდინარე პროტესტს და შეუძლებელია არ გაგახსენდეს ის, რასაც თბილისის ქუჩებში ვადევნებდით თვალს ბოლო რამდენიმე თვის და შესაძლოა წლის განმავლობაშიც. საქართველოს შემთხვევაში უკვე დიდი ხანია, რაც დადასტურებულად ვიცით, რომ აქ მიმდინარე ძალადობრივი დემონსტრაციები გარედან იყო მართულიც და დაფინანსებულიც. ისიც ვიცით, რომ ოფიციალურად გამოცხადებული პოლიტიკური მიზეზები, ხან ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და ხანაც ეგრეთ წოდებული საგარეო კურსი მხოლოდ პროტესტის საბაბს წარმოადგენდა. საქართველოში, სლოვაკეთში და უნგრეთში სოროსისა და USAID-ის დაქირავებული ამბოხებები იმიტომ ხდება, რომ არ მიიღოთ ეგრეთ წოდებული ანტიარასამთავრობოების კანონი, რომ არ გამოაშკარავებულიყო სოროსის არასამთავრობოები. რეალურად კი სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა ფერადი რევოლუციისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით და თითქოს იგივეს ვხედავთ ახლა თურქეთშიც. თითქოს რაღაც შაბლონი არსებობს, რომელიც უნიკალურია და ნებისმიერ ქვეყანას შეგიძლია მოარგო. ამ შაბლონში ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ პიტერ აკერმანისა და ჯინ შარპის სახელმძღვანელოები ფერადი რევოლუციების შესახებ, რომელსაც არაძალადობრივ პროტესტად ნათლავენ. ხოდა ვნახოთ რა მსგავსებაა საქართველოში დადასტურებულად გარედან შეკვეთილ პროტესტსა და თურქეთში განვითარებულ მოვლენებს შორის. აკერმანი სახელმძღვანელოში წერს. არაძალადობრივი დისციპლინის გამოყენებით სამოქალაქო მოძრაობები ზრდიან მონაწილეთა რიცხვს. პირველ რიგში იმისთვის, რომ პროტესტი არაძალადობრივად შერაცხო, გჭირდება ლამაზი კადრების შექმნა, ეგრეთ წოდებული კარწინკების დადგმა. რევოლუციების PR ტექნოლოგები სწორედ მათ მიღმა მალავენ რეალობას, მაგრამ რეალობამდე ჯერ პროტესტებზე პროპაგანდა ცეკვა თამაშს გვაჩვენებს. თბილისის აქციის მონაწილეები, როგორც აკერმანი და ჯინ შარპი წერენ, პროტესტის მშვიდობიანად და არაძალადობრივად წარმოსაჩენად ხან სპეცრაზმის წინ და ხანაც ისე ცეკვავენ. იგივე სურათია თურქეთშიც. ხომ გახსოვთ თბილისში მიმდინარე აქციებზე, პროპაგანდა თითქმის მთელი თვის განმავლობაში საუბრობდა წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონაზე. თურქულ წყლის ჭავლთან მოცეკვავე ბიჭუნაც გაჩნდა სტამბულში. თბილისში ვხედავდით აქციაზე წრეში ბურთითა და წეროები მიფრინავენ თამაშით გართულ ახალგაზრდებს. ასე იფუთებოდა რეალურად ძალადობრივი აქციები ლამაზი ლენტებით. თამაშობები თურქეთში მიმდინარე პროტესტზეც ვნახეთ. მსგავსი პროტესტის დროს სიმბოლოები მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით პატრიოტული ელემენტებით. საქართველოში მაშინ მომიტინგემ დროშა მეტეხზე, ვახტანგ გორგასლის ძეგლზე აიტანა. ხალხი მას ოვაციებით შეხვდა. პროპაგანდამ ლამაზი კადრი გაყიდა. დაახლოებით მსგავსი სურათი შექმნეს თურქეთშიც, სადაც ახალგაზრდა ხიდზე აღმართავს თურქეთის დროშას. საქართველოშიც და თურქეთშიც ვნახეთ წიგნის დემონსტრაციული კითხვა აქციაზე, რამაც უნდა შექმნას განწყობა, რომ განათლებული მომავალი თაობა არაძალადობრივ პროტესტს ირჩევს, ბნელი სისტემა კი მათ წინააღმდეგაა მომართული. დერვიშების ცეკვაც კი იდენტურია ქართული და თურქული პროტესტების შემთხვევაში. ეს კადრი შემდეგ პროპაგანდამ თურქული პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ აქცია და შესაბამისი ქარდები გაჩნდა სოციალურ ქსელში. მსგავსი სიმბოლოები ქართული პროტესტის დროსაც ვნახეთ. ბავშვები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სპეცრაზმის პირისპირ, ევროკავშირის დროშიანი ქალი თუ ჭავლთან მოცეკვავე გოგონა. ამას გარდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას დამახასიათებელია ამაღელვებელი კადრების შექმნა და ქორწილი თუ ხელისთხოვნა იდეალური ვარიანტია. ის ჯერ 2014 წელს მაიდნის არეულობების დროს გამოსცადეს. მსგავსი კადრები მნიშვნელოვანია, რათა ერთი მხრივ პროტესტის ლოკაცია მიმზიდველ ადგილად იქცეს ახალგაზრდებისთვის, სადაც ასეთი ვითომ და მშვიდობიანი გარემოა. მეორე მხრივ კი ფართო მასებში გაჩნდეს აქციის მონაწილეთა მიმართ ემპათიაც და სიმპათიაც. ხოდა ამიტომაც გამოჩნდა თბილისის აქციებზე ნეფე პატარძალი.
თურქეთში აქციაზე ქორწილი არ გადმოუტანიათ, თუმცა სპეცრაზმის კორდონის წინ ხელის თხოვნა კამერებმა დააფიქსირეს და სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ჯინ შარპის არაძალადობრივი წინააღმდეგობის 198 მეთოდში ვკითხულობთ, რომ პროტესტის წარმატებისთვის ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს დროშები, პლაკატები და თვალსაჩინო ვიზუალური საშუალებები. ფერადი რევოლუციებისთვის მნიშვნელოვანია მასშტაბის წარმოჩენა, რადგან მასში როგორც წესი მონაწილეობს ხმაურიანი უმცირესობა. ამიტომაც ჯერ იმგვარ სივრცეს ირჩევენ, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობაც კი კადრში დიდ მასად აღიქმება. თუ მას ტელეფონებზე ანთებული ნატურაც დაემატება, ეგრეთ წოდებული კარწინკაც მზადაა. პროტესტის არაძალადობრივად წარმოჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპეცრაზმელებთან დადგმულ სურათებს. ყველაზე გავრცელებული მეთოდია სპეცრაზმელებისთვის ყვავილების ჩუქება. ეს კადრი საქართველოშიც ვნახეთ და იგივეს ვხედავთ თურქეთშიც. აქ იდენტური ხელწერაც გვაქვს, დეტალების დონეზეც კი. მაგალითად, საქართველოში სპეცრაზმელებისთვის ყვავილების ჩუქების ნაწილში ყველაზე დასამახსოვრებელი თეთრებში გამოწყობილი სათვალიანი გოგონა იყო ვარდით ხელში. ახლა კი თურქეთი ვნახოთ. კვლავ თეთრებში შემოსილი გოგონა, ნიღბით და ვარდით ხელში სპეცრაზმის პირისპირ. ასე სურთ პროტესტის კულისებში მყოფ რეალურ ძალებს, რომ ლამაზი კადრებით გადაფარონ პროტესტის რეალური სახე, რომელიც სულაც არ არის ისეთი მშვიდობიანი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, აკერმანი პროტესტის ორგანიზატორებს ასწავლის. როგორ გავაძლიეროთ საპროტესტო მუხტი? რეჟიმის მხრიდან განხორციელებული შეტევა ზრდის საპროტესტო მუხტის გაჩენის ალბათობას, მეტ ყურადღებას იქცევს და მეტ მომხრეებს გაუჩენს მას, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული უსამართლო შეტევა. ნებისმიერი უსამართლობა და წესრიგის დარღვევის ფაქტი შეიძლება გახდეს საპროტესტო ტალღის გამომწვევი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც აქცია მშვიდობიანია და პოლიციაც შესაბამისად ძალას არ იყენებს? საქართველოში ბოლო არეულობების დროს და თურქეთში ახლა პროტესტის დასაწყისი იდენტურია. აქცია პირველ საათებში მშვიდობიანად მიმდინარეობს. ქართულ აქციას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მოგვიანებით ჩნდებიან აგრესიული, ნიღბიანი ჯგუფები. აწყობენ პროვოკაციებს სამართალდამცავების წინააღმდეგ. როგორც აკერმანი წერს, მუხტის გაჩენის ალბათობის გასაზრდელად. აი მაგალითად ამ კადრში პოლიცია პარლამენტის შენობაში იყო. აქციის მონაწილეები კი ჯერ მათ პროვოცირებას ცდილობდნენ გარედან. შემდეგ კი ჭიშკრის მონგრევა გადაწყვიტეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება. თურქეთშიც ვნახეთ იდენტური კადრი, რომ პოლიცია კონკრეტული შენობის ეზოშია, თუმცა როგორც საქართველოში, სტამბოლშიც აქციის მონაწილეები მათ პროვოცირებას იწყებენ, რის შემდეგაც პოლიცია წიწაკის სპრეის გამოყენებას იწყებს. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება დემონსტრანტების მხრიდან მუხტის აწევის ხელოვნური მცდელობები. ქართულ რეალობაში ვნახეთ აქციის მონაწილეები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მათი გამოწვევისა და სიტუაციის ესკალაციის მიზნით. იდენტური კადრები ვრცელდება თურქეთიდანაც. ნახეთ, როგორც ცდილობდა ქართველი მომიტინგე სპეცრაზმელების კორდონის წიხლით შენგრევას. ანალოგიური კადრი ვნახეთ თურქეთშიც. ხედავდით, როგორც ცდილობდნენ ქართულ აქციაზე კონკრეტული ჯგუფები დისლოკაციის ადგილზე განლაგებულ სპეცრაზმელებთან ღია კონფრონტაციაში შესვლას, ისე როგორც თურქეთში. ეს მოქმედებები მაშინ გამოიყენება, როდესაც აქციებზე მუხტი ვარდება, მაგრამ როდესაც მუხტი მაღლა იწევს, იზრდება რადიკალი მომიტინგეების აგრესიაც და ისინი ძალადობრივი მეთოდებით თავდასხმაზე გადადიან. აქაც სრული მსგავსება გვაქვს საქართველოში გამართულ და თურქეთში ახლა მიმდინარე აქციებს შორის. მხოლოდ ქვეყნებია განსხვავებული. პროტესტის დინამიკა კი სრულიად იდენტური. ჯინ შარპის მიხედვით, პროტესტისთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის სიმბოლური დანთება. ქართულ რეალობაში ჩვენ ვნახეთ გადამწვარი თბილისის ქუჩები, მათ შორის დამწვარი ინვენტარი, მათი ბარიკადებად გამოყენება. იდენტურად მიმდინარეობს პროტესტი თურქეთშიც და ვხედავთ ბარიკადებად გამოყენებულ ცეცხლწაკიდებულ ნაგვის ურნებს. მართული პროტესტების დროს აქციის მონაწილეები პოლიციასთან მხოლოდ კონფრონტაციით არ უნდა დაკავდნენ. აკერმანი წერს. თუ გსურთ ჯარისკაცებს გაუქროთ რეჟიმის მიმართ არსებული ლოიალურობის განცდა, ესაუბრეთ მათ პირისპირ ქუჩებში, როგორც ამას აკეთებდნენ წარმატებული მოძრაობები. ჯინ შარპი კი მას ჯარისკაცებთან დაძმობილებას უწოდებს და ამ პუნქტებსაც როგორც თბილისში ზედმიწევნით ასრულებდნენ, ასევე თურქეთშიც იდენტურად ასრულებენ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები მხოლოდ პოლიციელებთან დაპირისპირებასა და უშუალოდ ველზე მუხტის აწევით არ შემოიფარგლება, არამედ მისი მთავარი ამოცანა საზოგადოების ფსიქოლოგიაზე გავლენის და შემდეგ ზეწოლის მოხდენაა. ჯინ შარპის რეცეპტის თანახმად ამ ნაბიჯს ეწოდება ლოზუნგები და სიმბოლოები. აქციების მთავარი მესიჯი ყველგან უნდა იყოს. მხოლოდ აქციებზე კი არა, არამედ განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებშიც. ამისთვის შენობების ფასადებს ან მეტროს ხშირად იყენებენ. თბილისში პროტესტის დროს ვხედავდით წარწერებს აჯანყდი. მეტროში მაშინ ასეთი წარწერაც კი გაჩნდა.
ეს კი სტამბოლის მეტროა, სადაც ასევე მატარებელზე პულივიზატორით აქციების მთავარი მოთხოვნა წერია. ხსნა ქუჩაშია და არა საარჩევნო ყუთებთან. წარწერების გარდა დააკვირდით, როგორი მსგავსებაა აქციის მონაწილეთა მიერ გამოთქმული ლოზუნგების ფორმებს შორისაც. ჯინ შარპის სახელმძღვანელოში ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს პოლიტიკური გლოვა, სიმბოლური დაკრძალვა. ეს პუნქტი ზედმიწევნით შესრულდა. ჯერ თბილისში, როდესაც პარლამენტთან აქტივისტებმა კუბო ჩამოატარეს და დაწვეს. ახლა კი თურქეთში ვხედავთ აქციაზე კუბოს ჩამოტარების რიტუალს წარწერით სამართლიანობა მოკვდა. საინტერესო დეტალია, რომ ქართული და თურქული პროტესტების დრამატურგიაშიც კი მსგავსებაა. მაგალითად, საქართველოში აქციების დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ დაიწყო კამპანია, რომელსაც ჯინ შარპის წიგნში ეწოდება მომხმარებელთა ბოიკოტი, უარის თქმა ბოიკოტირებული პროდუქტის გამოყენებაზე, მოვაჭრეთა შავი სიები. ხოდა ჩვენ ვნახეთ შავსიაში შეყვანილი კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას მხარს არ უჭერდნენ. ვნახეთ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ კომპანიების დისკრედიტაციას ცდილობდნენ. იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, ბოიკოტს უცხოდებენ. იგივე პროცესები დაიწყო თურქეთშიც, ზუსტად მაშინ, როდესაც პროტესტის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირაა გასული. მთელი თურქი ხალხი შორს უნდა იყოს ერდოღანის და მისი ახლობლების საკუთრებაში არსებული ინსტიტუტებისგან. არ მისცეს მათ ფული და არ დააფინანსოს ერდოღანის მთავრობა. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია ბოიკოტზე. ვინც უსამართლობას უჭერს მხარს, არის ჩვენი თურქი ახალგაზრდობის მტერი. ანუ ღიად შემიძლია ვთქვა, და აი გაკოტრდნენ, რაც უნდათ ისუქნიათ და ჩაიძირონ. ახლა კი მთავარ დეტალზე გადავიდეთ. თუ ესოდენ იდენტურია თურქეთში მიმდინარე პროტესტი და საქართველოში განვითარებული მოვლენები, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ მოტივაციაც და დამკვეთიც იდენტური შეიძლება იყოს. საქართველოში ძალადობრივ პროტესტებს გლობალური deep state-ი აორგანიზებდა, რადგან მათთვის მთავარ პრობლემას ეროვნული ხელისუფლება წარმოადგენდა, რომელიც ომის პოლიტიკას გაემიჯნა. მშვიდობა აირჩია და შეკვეთილი თამაშის ნაცვლად ეროვნული ინტერესები გაატარა. თუ ეს მიზეზები საკმარისი აღმოჩნდა deep state-ისთვის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონოდა, მაშინ რა შეუშლიდა ხელს თურქეთშიც წაეხალისებინა ძალადობრივი ჯგუფები? განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური ომის პარტიის მიერ ორგანიზებული თბილისური ეგრეთ წოდებული არაძალადობრივი აქციები და თურქეთში მიმდინარე პროტესტი იდენტური სცენარის მიხედვით ვითარდება. სრულიად ლოგიკურია დაშვება, რომ პროცესების უკან სწორედ ის ძალები დგანან, ვისაც რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მშვიდობის პოლიტიკა აწუხებს. ის ხომ უკრაინა-რუსეთის ომის პირველივე თვეებში ხელს უწყობდა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. მხარეების პირველი შეხვედრა, სადაც თითქმის შეთანხმდნენ კიდეც, ბორის ჯონსონს რომ შემდგომ არ ჩაეშალა, სწორედ ხომ სტამბოლში შედგა. თურქეთი ომის დაწყებისთანავე მშვიდობის დამყარების ინიციატორის პოზიციიდან მოქმედებდა. ერდოღანი და მისი პოლიტიკა რომ deep state-ს დიდი ხანია არ მოსწონს და მის წინააღმდეგ იბრძვის კიდეც არ ახალია. იქიდან დავიწყოთ, რომ deep state-ის იდეოლოგია ფსევდოლიბერალურ მსოფლმხედველობას ეფუძნება. მაშინ, როდესაც ერდოღანმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მისი პარტია კონსერვატიულ საწყისებზე დააფუძნა. მას 2016 წელს სამხედრო გადატრიალება მოუწყვეს, რომელიც ფეთულა გიულენის სახელს უკავშირდებოდა. ეს ის გიულენია, რომელიც თურქეთიდან, როგორც თავად ამბობდა, შტატებში სამკურნალოდ ჩავიდა. უკან აღარ დაბრუნებულა და იქიდან დაიწყო ერდოღანის წინააღმდეგ ბრძოლა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას სწორედ deep state-ი ჯერ ეხმარებოდა, შემდეგ კი მფარველობდა და თურქული მართლმსაჯულებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. მაშინ ერდოღანი პირდაპირ ამბობდა: ეს ადრეც გითხარით, ან დააპატიმრეთ ფეთულა გიულენი, ან დააბრუნეთ თურქეთში. მას შემდეგ რაც მოხდა გადატრიალების მცდელობა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. გადმოგვეცით, ეს კაცი პენსილვანიიდან თურქეთში, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, გააკეთეთ ის, რაც საჭიროა. თუმცა ის deep state-თან კავშირში მყოფი ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სახელმწიფო მდივან ჯონ კერისგან უარს მიიღებს. საინტერესოა ისიც, რომ deep state-ი თურქეთის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად ევროკავშირის საკითხსაც ხშირად იყენებდა და ახლაც აგრძელებს. თურქეთმა კანდიდატის სტატუსი ხომ ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, რის შემდეგაც ხან თევზჭერის პროცესის ხარვეზის გამო, ხანაც კლიმატის გამო, საბოლოო გადაწყვეტილებას აჭიანურებდნენ. ეს უკვე ნიშნავდა, რომ თურქეთის მიღებას ევროკავშირში ხელოვნურად აჭიანურებდნენ. თურქეთისთვის მოლაპარაკებები ამ დრომდე არ გახსნილა. ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და უკვე 26 წელია მხოლოდ სტატუსი აქვს. დღეს კი მაშინ, როდესაც deep state-ი კიდევ უფრო ძლიერია ბრიუსელში, ევროკავშირი ირიბად მხარს უჭერს თურქეთში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს და კვლავ შანტაჟის ენას იყენებს. What we can say is the arrest of the mayor
მერ იმამოღლუს და მომიტინგეების დაკავება აჩენს კითხვებს თურქეთის მიერ დიდი ხნის დამკვიდრებული დემოკრატიული ტრადიციების ერთგულებასთან დაკავშირებით, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, არჩეული თანამდებობის პირების უფლებები და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება სრულად უნდა იქნას დაცული. ასე რომ ვარაუდს, რომლის თანახმადაც თურქეთში განვითარებულ მოვლენებში სწორედ Deep State-ის კვალი ჩანს, რამდენიმე და საკმაოდ მძლავრი არგუმენტი აძლიერებს. პირველი, სრული მსგავსება Deep State-ის მიერ საქართველოში მოწყობილ არეულობებთან. მეორე, თურქეთის ეროვნულ ინტერესებს მორგებული პოლიტიკა და მშვიდობისკენ მიმართული ქმედებები, ნაცვლად ომის წახალისებისა. და მესამე, ისტორიული გამოცდილება, რომლის თანახმადაც ერდოღანი გლობალური Deep State-ისთვის უკვე 10 წლეულია, რაც მიუღებელი ფიგურაა და ცხადია ეს ძალა აუცილებლად ეცდება თურქეთში არსებული და პოლიტიკური პროცესები მის წინააღმდეგ მიმართოს, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების გამოყენებით.